შემდეგი ამოცანა ეს არის კოორდინატის ან წერტილ S-ის დროზე დამოკიდებულების გრაფიკის აგება. როგორი სახე აქვს? ჩაიწერება S-ტეთი, ანუ გავლილი მანძილის დროზე დამოკიდებულება და განვიხილოთ ერთი შემთხვევა. S-ი ტოლია 5T. აი ამ განტოლებაში ჩვენ ვიცით, რომ 5 ეს არის სიჩქარე და T არის უცნობი. ანუ ზოგადი სახით უნდა ავაგოთ. პირველი რას ვაკეთებთ ცხრილს, ერთ მხარეს T, მეორეზე S-ი. გვაინტერესებს ნულოვანი დონიდან დროისათვის, ესე იგი T არის 0, 1, 2, 3. შეგვიძლია გავაგრძელოთ, მაგრამ გრაფიკი გაგვეწელება, ამიტომ 3-ზე გავჩერდეთ. ეხლა ავიღოთ 0 და 5-ის გვერდზე მდგომ T-ში შევიტანოთ. რა გვექნება? ეს ტოლია 5 გამრავლებული 0-ზე და ეს იქნება 0. ანუ T როცა 0-ია, S-იც 0-ია. ავიღოთ 1. ეს ტოლია 5 ჯერ 1, გამოგვივა 5. ავიღოთ 2, ეს ტოლია 5 ჯერ 2, გამოგვივა 10 და ავიღოთ 3. ეს ტოლია 5 ჯერ 3 და გამოგვივა 15. კოორდინატების პოვნის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ აგება. ერთ მხარეს წერთ S, მოდი ჩავასწოროთ და მეორე მხარეს წერთ დროს. ანუ S-ის T-ზე დამოკიდებულება. გადავზომოთ 1, 2, 3, ხოლო ზემოთ გადავზომოთ 5. გადაზომა პირობითია, რა თქმა უნდა, და მასშტაბი შემცირებულია. პირველი კოორდინატი 0, 0 აქ გვაქვს, მეორე კოორდინატი 1, 5 აქ არის, მესამე 2, 10 აქ და 3, 15 აქ. თუ ამ წერტილებს შევაერთებთ, ჩვენ მივიღებთ დამოკიდებულებას S-T-ს. და თუ გვეკითხებიან დავუშვათ VT-ც იპოვეთ. ეს არის უფრო ადვილი, რადგან აი ამ S-ი ტოლია 5T-ში ჩვენ პირდაპირ ვიცით, რომ სიჩქარე 5-ია და შეგვიძლია დავწეროთ, რომ V არის 5-ის ტოლი. გავაკეთებთ VT დამოკიდებულებას. მოვნიშნავთ 5-იანს და დავაწერთ, რომ V არის კონსტანტი. აი ეს არის VT დამოკიდებულება აი ამ გრაფიკისთვის. ამოცანისთვის. შემდეგი თემა ეს არის მოძრაობის ფარდობითობა. და რას ნიშნავს ეს? განვიხილოთ ორი შემთხვევა. პირველი უძრავი ზედაპირი. ანუ შენ როცა დედამიწაზე გახარ, შენს ქვემოთ არ მოძრაობს ზედაპირი. ანუ შენ უძრავი ხარ. ავიღოთ ორი სხეული, პირველი სიჩქარე V1, ხოლო მეორე სიჩქარე V2, რომლებიც მოძრაობენ შემხედრი მიმართულებით და ავიღოთ სხეულები, რომლებიც შორდებიან V1 და V2 სიჩქარით. ასეთ შემთხვევაში ჯამური სიჩქარე იქნება V1 + V2. და ფორმულა S-ი ტოლია VT, თუ ამას შევიტანთ, მიიღებს ესეთ სახეს: V1 + V2 გამრავლებული T-ზე. აი ეს ფორმულა დავიმახსოვროთ აუცილებლად, სადაც V1 და V2 პირველი და მეორე სხეულის სიჩქარეებია ვიცით და T არის დრო. მეორე შემთხვევა ავიღოთ, როცა ხდება გასწრება. გასწრების შემთხვევაში, თუ ჩვენ გვაქვს V1 და გვაქვს V2, ასეთ შემთხვევაში დიდს აკლდება პატარა და სიჩქარე იქნება V2 - V1. თუ S-ის ფორმულაში VT-ში შევიტანთ, გვექნება V2 - V1 გამრავლებული T-ზე. აი ეს ორი ფორმულა, პირველი შემხედრი და როცა შორდებიან იმ შემთხვევისთვის, ხოლო მეორე გასწრების შემთხვევისთვის. მოდი განვიხილოთ ესეთი მარტივი ამოცანა. რა დროში დაეწევა მელია კურდღელს? თუ მათ შორის მანძილი არის 100 მეტრი, მელიას სიჩქარე არის 6 მეტრ/წამი, ხოლო კურდღლის სიჩქარე V2 3 მეტრი/წამში. ჩავწეროთ მოცემულობა. V1 არის 6 მეტრ/წამი, V2 არის 3 მეტრ/წამი და შეგვიძლია S-ი არის 100 მეტრი და აუცილებლად უნდა მივუთითოთ, გასწრება ხდება თუ შემხედრე მიმართულება. შეგვიძლია ისრებ ესე გავაკეთოთ.
და უნდა გავიგოთ რა დროში დაიწყება. რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ფორმულას გასრების, უფრო დიდი V2-ია, V2 - V1 გამრავლებული t-ზე და შევიდანთ. S არის 100 მეტრი, V2 არის უკაცრავად პირიქით V1 - V2 იქნება. V1 უფრო დიდი სიჩქარეა, შესაბამისად აქაც მოგვიწევს შეცვლა. V1 - V2, შესაბამისად ეს იქნება 6 - 3, იმიტომ რომ V2 ვერასოდეს დაეწევა V1-ს, პირიქით არის. და გამრავლებული უცნობ დროზე 100 ტოლია. 6 გამოკლებული 3, ეს არის 3t და t რო გავიგოთ, ეს არის 100 გაყოფილი 3-ზე. ანუ აი ამ დროში მელია დაეწევა კურდღელს. და ბოლო საკითხი, ეს არის საშუალო სიჩქარე. რა არის საშუალო სიჩქარე და რითი განსხვავდება ის თანაბარი მოძრაობისაგან? თანაბარი მოძრაობისას ჩვენ ვიცით, რომ სიჩქარე არის მუდმივი, ხოლო საშუალო სიჩქარის დროს, არა თანაბარი მოძრაობის დროს, სიჩქარე არ არის მუდმივი და ასეთი მოძრაობის დასახასიათებლად ჩვენ შემოგვაქვს საშუალო სიჩქარე. რომელიც გამოითვლება ჯამური მანძილის ჯამურ დროზე გაყოფით. ანუ t ჯამურზე. მაგალითად გვაქვს ორი გზა. ეს არის გამყოფი ხაზი. პირველი გზა S1 გაიარა რაღაც t დროში, ხოლო მეორე გზა S2 გაიარა რაღაც t2 დროში. თუ აი ამ ფორმულაში შევიტანთ საშუალო სიჩქარე, მიიღებს შემდეგ სახეს. ეს იქნება S1 + S2 გაყოფილი t1 + t2-ზე. აი ეს ორი ფორმულა ყველაზე ხშირად გამოყენებადია. თუ სამი გზა გვაქვს, ან 4, მაშინ S3, S4 და შესაბამისად T3 და T4-ით შევა. რაც შეეხება V საშუალო, იგივეა, საშუალო სიჩქარე. იზომება იგივე ერთეულებში, მეტწამებში. T ჯამური ეს არის ჯამური დრო. და მისი საზომი ერთეული არის წამი, ხოლო S ჯამური ეს არის გავლილი მანძილი, რაც გაიარა სრულად და იზომება მეტრებში. გავარჩიოთ ერთი ამოცანა ამ თემაზე. დავუშვათ სხეულმა 500 კილომეტრი გაიარა 5 საათში. 500 კილომეტრი ეს არის S1 და გაიარა და მომდევნო 700 კილომეტრი გაიარა 8 საათში. უნდა გავიგოთ საშუალო სიჩქარე. V საშუალო. ვიყენებთ ფორმულას. V საშუალო ტოლია S1 + S2 გაყოფილი T1 + T2-ზე. და თუ შევიტანთ, გვექნება S1 500 დამატებული 700 გაყოფილი T1, ანუ 1 + T2. 8. 500 ჯერ 7 ეს არის 1200 მეტრი, ხოლო ეს არის 9. ჩვენი საბოლოო პასუხი არის 1200 კილომეტრი გაყოფილი 9 საათი. ანუ აი ამ სიჩქარით იმოძრავა საშუალო სიჩქარე მთელ გზაზე.